15 წლის იყო, როდესაც ქართლში პირველი სამეფო კრება ჩაატარა, რომლის გადაწყვეტილებით გადაწყდა ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობა. 16 წლის იყო, როცა ქართულთა ლაშქრი ალანიაში შევიდა, მდინარე თერგის ნაპირზე გალაგებული ალანებისა და ხაზართა გაერთიანებული ჯარი დახვდა. პირისპირ გამართულ ბრძოლაში მოკლა ხაზართა გოლიათი თარხანი, ალანთა რჩეული მებრძოლი ბაკასთარი. ქართლის სამეფო ლაშქარმა დაამარცხა ალანთა ჯარი, რის შემდეგაც წარმატებით ილაშქრა აფხაზეთში, სადაც ბერძნებისგან გაათავისუფლა ყველა ციხესიმაგრე. დაარბია მთელი ალანია და დალაშქრა მათი მოკავშირე მომთაბარე ჰუნებიც. ამის შემდეგ თავისი ლაშქრით დასავლეთ საქართველოში გადავიდა, სადაც ბიზანტიის წინააღმდეგ ხელმეორედ გაილაშქრა. ეწეოდა ეკლესიების მშენებლობას ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც. იერუსალიმში ააშენა ჯორიის მონასტერი, ცხეთაში სვეტიცხოვლის ხის ეკლესიის ნაცვლად ააგო ქვის პირველი ბაზილიკური ტაძარი. ააშენა ბოლნისი, რუსთავი, ნინოწმინდა ჭარემი, ჩელეთი, ხორნაბუჯი, აგარაკი, ნიქოზი, უჯარმა მე-5 საუკუნის 70-იან წლებში. ეგრისის სამეფო ხელახლა დაიმორჩილა. ამავე პერიოდში დაიმორჩილა სამხრეთ დაღესტანში წუქეთის საერისთავო. მის მუზარად სინამხარეს მგლისთავი ჰქონდა გამოსახული, რის გამოც სპარსი მეომრები ერთმანეთს ბრძოლისას ურჩევდნენ, მორიდებოდნენ მგლისთავა მონარქს. როდესაც ყველა აგრესორი მეზობლის წინააღმდეგ იბრძვი, შიშის ზარსზე მათ და ყოველ ბრძოლაში უშუალოდ მონაწილეობ, შენ არ ხარ უბრალოდ დიდი სარდალი და მეომარი, შენ ხარ ვახტანგ გორგასალი.